ჩემი და თავდაცვის მინისტრის დაბრუნება ისრაელის თავდაცვის ძალებში ნათელია არ შეცვლილა. ჩვენი მებრძოლები ლიბანის სამხრეთში თავისუფლად მოქმედებენ, რათა აღკვეთონ ნებისმიერი საფრთხე მათ ან ჩრდილოეთის მცხოვრებლებს მიმართ. ისრაელის თავდაცვის ძალებს ამასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვა არ აქვს. მე მათ მხარს უჭერს. მთელი ხალხი მათ გვერდითაა და მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ დავრჩებით უსაფრთხოების ზონაში ლიბანის სამხრეთში. იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ჩრდილოეთის მაცხოვრებლების მოქალაქეების დასაცავად. ნეთანიაჰუმ მკაფიოდ განაცხადა, რომ ისრაელი არ დატოვებს ლიბანის სამხრეთს, სანამ საფრთხე არსებობს. ეს გზავნილი მოვიდა იმ დროს, როდესაც ირანი ზეწოლის ქვეშ დათანხმდა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას, სადაც ბირთვული ინსპექციები შეთანხმების ცენტრშია და ჰორმუზის სრუტე კვლავ როგორც გადამწყვეტი ფაქტორი. მოძრაობა მოხდა ამ ორშაბათს 2026 წლის 22 ივნისს ბურგენშტოკში, შვეიცარიაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, სადაც დონალდ ტრამპის გუნდი JD Vance-თან ერთად წინა ხაზზე შეხვდა ირანელ წარმომადგენლებს კატარისა და პაკისტანის შუამავლობით. თეირანის რეჟიმმა სცადა ძალების არდგენა რამდენიმე თვიანი დაძაბულობის შემდეგ, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა გზაზე, რომელიც ისრაელის მოთხოვნებს ემსახურება. მკაცრი კონტროლი ბირთვულ პროგრამაზე, გაყინული თანხების მართვა და ზეწოლა, რათა ჰეზბოლამ არ გამოიყენოს ლიბანი ისრაელის ჩრდილოეთის მოსახლეობის წინააღმდეგ. ნეთანიაჰუმ უპასუხა ისე, როგორც მისი მხარდამჭერები ელოდნენ. ისრაელი იღებს ტრამპის დიპლომატიას, მაგრამ თავის უსაფრთხოებას არც ერთ საერთაშორისო კომიტეტს არ ანდობს. ისრაელის თავდაცვის ძალებს ექნებათ თავისუფლება იმოქმედონ პირდაპირ ან ახალი საფრთხეების წინააღმდეგ ლიბანის სამხრეთში და უსაფრთხოების ზონა გაგრძელდება საჭირო დროით. ირანმა დათმოს სისუსტის, გათვლის თუ ახალი შედეგების შიშის გამო. რას ხედავდა ნეთანიაჰუ ამ შეთანხმებაში, რამაც ლიბანში ჯარების დატოვება გადააწყვეტინა. როგორ მოახერხა ტრამპმა თეირანის დაჭერა ისე, რომ ისრაელისთვის თავდაცვის უფლება არ წაერთმია. ახლა უყოლაფერს გიამბობ. თუ ასეთი პირდაპირი და უშუალო კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველ დღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. ნეთანიაჰუმ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი და ისრაელის თავდაცვის მინისტრ კაცის ბრძანება არ შეცვლილა. ისრაელის ჯარებს ლიბანის სამხრეთში სრული თავისუფლება აქვთ, რომ აღხვეთონ ნებისმიერი საფრთხე, როგორც ჯარისკაცებისთვის, ასევე ჩრდილოეთის მოსახლეობისთვის. გადაწყვეტილება ისრაელში მიიღეს. პირდაპირ ყურადღება ლიბანის საზღვარზეა გამახვილებული, რადგან ჰეზბოლა კვლავ ირანის მთავარი იარაღია იმ რეგიონში. ნეთანიაჰუსთვის ნამდვილი მშვიდობა არ არსებობს, თუ ჯგუფს შეეძლება ხელახლა ორგანიზება, გვირაბების აღდგენა, იარაღის დამალვა, გამშვები მოწყობილობების ახლოს მოტანა და კვლავ ზეწოლა მოახდინოს ისრაელის ოჯახებზე, რომლებიც უკვე ძალიან დიდი ხანია განგაშის ქვეშ ცხოვრობენ. ნეთანიაჰუს პოლიტიკური გამარჯვება სწორედ ამ მომენტში ჩანს. შეთანხმება ირანისადმი ნდობიდან არ დაბადებულა. ეს ზეწოლის შედეგად დაიბადა. თეირანი მოლაპარაკებებში მას შემდეგ ჩაერთო, რაც სამხედრო პოზიციები დაკარგა, იზოლაციაში აღმოჩნდა, ეკონომიკური სირთულეები გადაიტანა და დაინახა, რომ ჰორმუზის სრუტე პრობლემად იქცა, რომელიც თავად რეჟიმის წინააღმდეგ შეიძლებოდა აფეთქებულიყო. ტრამპიც მოლაპარაკებების ცენტრში აღმოჩნდა, როცა განაცხადა, რომ ყველა მიცის ირანი მძიმე იარაღის ინსპექციებს დათანხმდება, რათა ბირთვული პროგრამის გამჭვირვალობა დიდი ხნით იყოს უზრუნველყოფილი. ეს ფრაზა პოლიტიკური იარაღად იქცა იმის საჩვენებლად, რომ ამერიკული ზეწოლა უშედეგო არ ყოფილა. რეჟიმი, რომელიც ადრე ინსპექციებს ეწინააღმდეგებოდა, ახლა თითქოს იძულებულია საერთაშორისო ზედამხედველობა მიიღოს. ნეთანიაჰუმ წლები გაატარა გაფრთხილებაში, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენდა. ეხლა თავად შეთანხმება inspections გამდიდრებულ მასალასა და ბირთვულ კონტროლს თავარ თემად აყენებს. ისრაელის პრეზიდენტი ამბობს, რომ ისრაელი იმსახურებს მშვიდობასა და სიმშვიდეს და რომ ეს არის ყველაფერი, რასაც ერი ითხოვს. ამ სიტყვებს მნიშვნელობა აქვს, რადგან ისრაელის ჩრდილოეთის, ღაზისა და ირანული საფრთხის დრამას გადაჭარბების გარეშე აჯამებს. ირანიდან ლიბანსა და ღაზამდე ისრაელის მტრები ცდილობენ აღდგნენ და ხელახლა შეიარაღდნენ. ეს არის იერუსალიმის მთავარი ბრალდება. ეს მხოლოდ ქაღალდზე შეთანხმება არ არის. ისრაელის შიშია, რომ ყოველი პაუზა მტერს აძლევს დროს შეიძინოს იარაღი, გადაინაწილოს სარდლობა და მოამზადოს შემდეგი თავდასხმა. ისრაელკაცი კიდევ უფრო პირდაპირ იყო. თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს სრული თავისუფლება აქვთ გადამწყვეტად იმოქმედონ ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ. სამოქალაქო პირებისა და ისრაელის ძალების უსაფრთხოება ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა დგას. ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურებსა და მებრძოლებს სრული მხარდაჭერა აქვთ პრემიერ-მინისტრის, ჩემი და ისრაელის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობის მხრიდან.
და სრული თავისუფლება მოქმედებაში, რათა გადამწყვეტად იმოქმედონ ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ ლიბანის სამხრეთში, ღაზის სექტორში და ყველგან, სადაც საჭირო იქნება ისრაელის სახელმწიფოს დაცვა. ჩვენი მებრძოლები და მეთაურები მამაცურად მოქმედებენ, აშორებენ საფრთხეებს და დღედაღამ იცავენ. ჩრდილოეთისა და სამხრეთის მცხოვრებლები და ისრაელის ყველა მოქალაქე ისრაელის თავდაცვის ძალები დარჩებიან უსაფრთხოების ზონაში ლიბანში, რათა დაიცვან ჩრდილოეთის თემები, გაანეიტრალონ საფრთხეები და გაანადგურონ ტერორისტული ინფრასტრუქტურა. ეს განცხადება დიპლომატიურ შეთანხმებას სამხედრო რეალობას უკავშირებს. სანამ ვანსი საბოლოო შეთანხმების საფუძველზე საუბრობს, ისრაელი ადგილზე ინარჩუნებს ჯარებს, დრონებს, დაზვერვას და მზადყოფნას. დიპლომატია შვეიცარიის მაგიდაზე მიმდინარეობს, მაგრამ ისრაელის უსაფრთხოება კვლავ სამხრეთ ლიბანის ბორცვებსა და სოფლებში წყდება. მთავარი დაძაბულობა იმაშია, რომ ირანთან მოლაპარაკება ლიბანსაც ეხება. რეჟიმს სურს ლიბანის ფრონტი გაცვლის საგნად გამოიყენოს. სურს შეამციროს ზეწოლა ჰეზბოლაზე და ისრაელი უსაფრთხოების ზონიდან გააძევოს. ნეთანიაჰუმ ამ მახეში არ გაება. ფაქტობრივად ის ამბობს, რომ ვაშინგტონს, თეირანსა და შუამავლებს შორის არც ერთ შეთანხმებას არ ექნება ძალა, რომ ისრაელი შეაჩეროს მოქმედებისგან თუ ჰეზბოლა კვლავ დაემუქრება. ბენ გვირმა კრიზისში კიდევ უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავა. ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა გააკრიტიკა საერთაშორისო ზეწოლაზე დათმობის იდეა. მან დაიცვა პოზიცია, რომ პასუხი უნდა იყოს შეტევა ბეირუთზე, თუ ლიბანი დაუშვებს, რომ მისი ტერიტორია კვლავ გამოიყენონ ისრაელის წინააღმდეგ ტერორიზმის ბაზად. ეს განცხადება მძიმე იყო და გამოიწვია რეაქცია, მაგრამ გამოხატავს ისრაელის მთავრობის იმ ფრთას, რომელიც არ სჯერა ცეცხლის შეწყვეტის, როცა ჰეზბოლა ჯერ კიდევ შეიარაღებულ სტრუქტურას ინარჩუნებს. ბენ გვირისთვის ისრაელის მოქალაქეების სიცოცხლე ნებისმიერი ძალაუფლების გათვლაზე წინ დგას. ბენ გვირის განცხადება ასევე აჩვენებს შიდა ზეწოლას ნეთანიაჰუზე. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი შეთანხმების მოლაპარაკებებშია ჩართული, ისრაელის მემარჯვენე ფრთის ნაწილი უფრო ძლიერ ქმედებას ითხოვს. ბენ გვირი მთხრა, რომ ისრაელი აფასებს ამერიკელ მეგობრებს და უყვარს ტრამპი, მაგრამ საბოლოო პასუხისგებლობა ისრაელის უსაფრთხოებაზე თავად ისრაელს ეკისრება. ეს ფრაზა მნიშვნელოვანია, რადგან ის განსაზღვრავს ურთიერთობას იერუსალიმსა და ვაშინგტონს შორის. ტრამპს შეუძლია მოლაპარაკება, ვენს შეუძლია ორგანიზება, კატარს და პაკისტანს შეუძლიათ შუამავლობა, მაგრამ თუ საზღვარზე რამე ვერ გამოვა, ფასს იხდის ისრაელის ის მოაქე როლაქე, რომელიც ლიბანის ახლოს ცხოვრობს. ნეთანიაჰუ ცდილობს დააბალანსოს ეს განტოლება. ის არ წყვეტს ურთიერთობას ტრამპთან, რადგან ამერიკული ზეწოლა დაეხმარა ირანის ინსპექციებსა და ვალდებულებებზე დაპოლიებაში. ამავე დროს ის არ გადასცემს საზღვრის კონტროლს მხოლოდ ირანის დაპირების სანაცვლოდ. ეს არის გამარჯვება, რომელიც ჩანს თამაშის დაფაზე. ისრაელი იღებს სამხედრო თავისუფლებას ლიბანში და ხედავს, რომ რეჟიმი თანახმაა განხილოს საკითხები, რომლებიც ადრე მიუღებელ იზულებად მიაჩნდა. ახალ ამბებში ნახსენები 14 პუნქტიანი წინადადება გულისხმობს ვალდებულებას, არ განავითარონ ბირთვული იარაღი და გაარკვიონ გამდიდრებული მასალის ბედი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ზედამხედველობით. საერთო საზოგადოებისთვის ეს ნიშნავს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა აღარ არის მხოლოდ მშვიდობიანი გამოყენების დაპირება და იწყებს უფრო კონკრეტულ კონტროლს. ნეთანიაჰუსთვის ეს ყოველთვის იყო მთავარი საკითხი. რეჟიმს შეუძლია ლამაზად ილაპარაკოს, მაგრამ ძლიერი ინსპექციის გარეშე ნდობა არ არსებობს. ირანი ცდილობს უარყოს, რომ დანებდა. თეირანი ხშირად ამბობს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანია და რომ მისი გადაწყვეტილებები რეჟიმის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საბჭოს გავლით მიიღება. მაგრამ პოლიტიკური რეალობა უფრო ცივია. ვინც ინსპექტორებს იღებს წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, ვინც გაყინულ აქტივებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს სანქციების შემდეგ და ვინც ცდილობს ლიბანი გარიგებაში ჩართოს, მოლაპარაკებებს აწარმოებს იმიტომ, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა. რეჟიმი მხოლოდ მაშინ იხევს უკან, როცა რეალურ ფასს გრძნობს. ღალიბაფის მონაწილეობა მოლაპარაკებებში კიდევ უფრო აძლიერებს ზეწოლის მასშტაბს. ეს კულისებს მიღმა უმნიშვნელო საუბარი არ არის. ეს არის ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც რეგიონული კრიზისის ფონზე მოქმედებს და ომანთან კოორდინაციას განიხილავს პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო მარშრუტზე. ამასობაში ისრაელი თავის მთავარ მიზანს ინარჩუნებს. არ დაუშვას, რომ რაიმე ხვრელი გამოიყენონ ჰეზბოლას ხელახალი შეიარაღებისთვის. ლიბანი გახდა ამ შეთანხმების ყველაზე უშუალო გამოცდა. თუ ჰეზბოლა დათმობს, უსაფრთხოების ზონა შეიძლება შეამციროს რისკი ისრაელის ჩრდილოეთისთვის. თუ ჰეზბოლა შეეცდება ხელახლა შეიარაღდეს ან შეტევაზე გადავიდეს, ნეთანიაჰუმ უკვე მისცა ნებართვა.
ისრაელის თავდაცვის ძალა მოქმედებს. სწორედ ამ სიცხადეს ითხოვს ისრაელის მემარჯვენე მთავრობასგან. არაფერი ლოდინი ახალი ტრაუმისთვის რომ ერე იმოქმედონ, არანაირი ნდობა დოკუმენტების მიმართ სანამ ტერი საზღვართან სტრუქტურას აწყობს. დონალდ ტრამპი ამ რაუნდიდან ისე გამოდის, რომ ცდილობს აჩვენოს თითქოს მოახერხა ის, რაც წინა მთავრობებმა ვერ შეძლეს. ირანი ჩაერთო მოლაპარაკებაში, სადაც ნავთობი, გაყინული აქტივები, ჰორმუზის სრუტე და ბირთვული ინსპექციები ერთ პაკეტშია. ეხლა ირანის რეჟიმმა პრაქტიკაში უნდა დაამტკიცოს ის, რასაც მოლაპარაკების მაგიდასთან კვირდება. უნდა დათანხმდეს რეალურ ინსპექციებს და შეწყვიტოს ლიბანის გამოყენება, როგორც თავისი ომის გაგრძელება ისრაელის წინააღმდეგ. ნეთანიაჰუმ უკვე აირჩია თავისი მხარე. შეთანხმება მხოლოდ მაშინ ღირს, თუ მას უსაფრთხოება მოხვება. უსაფრთხოების გარეშე ისრაელი მოქმედებს. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.